ბიუჯეტში ცვლილებების განხილვა საკრებულოს რიგარეშეს ხდომაზე ხმაური მოჰყვა. წარმოდგენილ პროექტს ოპოზიციამ დღეს მხარი არ დაუჭირა. სტადიონის მშენებლობა და გეგმილი პოდრელის ქუჩაზე და ბესიკის ქუჩაზე ნამდვილად კარგია, მაგრამ უბრალოდ მე იმიტომ არ დაუჭირე ამ პროექტს მხარი, რომ რატომღაც მიმაჩნია, რომ 15000 ლარად ვერ მოეწყობა ნორმალური სტადიონი, რომელიც შესაძლებელი იქნება ბავშვებმა გაერთონ და ითამაშონ. მე ვფიქრობ, რომ სადაც ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ მინი სტადიონები, არის ძალიან დიდი მოთხოვნა მათ. მე შესაბამისად ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს გავაკეთოთ, როგორც კი თანხების საშუალება და მობილიზება იქნება. ერთ-ერთი ცვლილება, რომელსაც დღეს საკრებულოს წევრები ხელისაწვით დაეთანხმნენ, ხელისუფლების მუშაობის საინფორმაციო გაშუქებას ეხებოდა. თუმცა კონკრეტულად რა სახის მომსახურებაზეა საუბარი და რა თანხა დაიხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ამის განმარტება დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ ჩვენთან არ ისურვა. თუ რატომ ეს ჩვენთვის გაუგებარია. ინტერვიუს ხანგრძლივობა ჟურნალისტის ნაცვლად დღეს ალექსანდრე თოფურიამ თავად განსაზღვრა. ყველანაირად გაგეცინ სოფო ყველანაირად პასუხი რომ ტენდერში შეზღუდული არავინ არ არის, ყველა შეუძლია მონაწილეობის მიღება. თქვენ დამისით ეს კითხვით. დიდი მადლობა. 10 წამიანი ხო არის თქვენ? მე ვერ გავიგე. სოფო 10 წამიანი არის თქვენი, ისა რა კომეგას გადასრულებასაც მე მთხოვთ. როდესაც მეუნებით რომ 20 წამზე მეტი არის საუბრობთ, მე შესაბამისად საუბრობ ნაკლებად. როგორ მეტი ვარ და ეხა ჩემი ჩაჭრა, მოჭრა მიდის იმის მასე ყველაფერზე. რა სახის მომსახურებაზეა საუბარი? დიდი მადლობა. დაუზუსტებელი ინფორმაციით ხელისუფლება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გეგმავს 5-დან 10000 ლარამდე თანხა პიარისთვის დახარჯოს. ჩვენი ინფორმაციით აღნიშნული თანხა ერთ-ერთი კონკრეტული მედია საშუალებისთვისაა განკუთვნილი.